მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. ეს ისტორია უკვე გასცდა უბრალო სპორტულ ინტერესს და გადაიზარდა ნამდვილ საგამოძიებო დეტექტივში. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ისლამ მახაჩევმა, რომელიც ჩვეულებრივ საკმაოდ თავშეკავებული ტიპია, სოციალურ ქსელში ნამდვილი ცეცხლი დაანთო. ბევრს ეგონა, რომ მის ტელეფონზე ისევ ალი აბდელ აზიზია კაკუნებდა, მაგრამ ისლამმა პირდაპირ თქვა: ამჯერად მე ვარ, ალი აქ არაფერ შუაშია, მე ვწერ ამას, ისლამ მახაჩევი. და რა უთარა მან ილიას? მოკლედ რომ თქვაც, დაადანაშაულა იმაში, რომ ილია და მისი გუნდი ზღაპრებს იგონებენ. მახაჩევი ამტკიცებს, რომ მან ჩხუბი მიიღო, მაგრამ თოფურიას მხარემ ისეთი კოსმოსური თანხა მოითხოვა, რომ UFC-მ უბრალოდ დაატორმუზა. ახლა კი ყველაზე საინტერესო ნაწილი. თავად ილიას ვერსია. ილია ინტერვიუებში ისე ყვება ამბავს, თითქოს რაღაც პარალელურ სამყაროში ცხოვრობდეს. ამბობს, დავიძინე იმ იმედით, რომ ისლამს ვეჩხუბებოდი, გავიღვიძე და ტელეფონი აფეთქებული დამხვდა. ჯასტინ გეიჯიო. მეგობრებო, მოდით ლოგიკურად ვიმსჯელოთ. კაცი, რომელიც 65 კილოგრამს იწონის და მსოფლიო ჩემპიონია, ასე ადვილად იძინებს, მაშინ როცა მის კარიერაში ყველაზე დიდი ჩხუბი წყდება? თანაც მისივე მენეჯერი, მალქი კავა სულ სხვა რამეს ამბობს. კავა ადასტურებს, რომ მათ სამშაბათს დაურეკეს. შესთავაზეს ისლამი, მაგრამ ფასზე ვერ შეთანხმდნენ. გამოდის, რომ ილიას ან ძალიან ღრმა ძილი აქვს, ან უბალოდ ცდილობს, რომ ეს ყველაფერი გარემოებათა დამთხვევას დააბრალოს. ქართველი კაცი, რომ სიმართლეს ეძებს, იქ ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. ილია ამბობს, რომ ის ემოციებს არ თავს იმაში, რასაც ვერ აკონტროლებს. თუ ჩემი ბრალი იქნებოდა, ვინერვიულებდი, მაგრამ რადგან ჩემზე არ იყო დამოკიდებული, რა მექნაო? აი, აქ კი იწყება წყლის დასხმა. როგორ არ იყო შენზე დამოკიდებული, როცა შენმა მენეჯერმა ფულზე უარი თქვა? ნუ მართლა გჯერათ, რომ მებრძოლი, რომელიც ასე ხმამაღლა აცხადებს, რომ მახაჩევს დაასამრებს, ბოლო მომენტში თანხის გამო უკან დაიხევდა? ან იქნებ ეს ყველაფერი დიდი თამაშია, სადაც UFC ცდილობს ორივე მხარე ათამაშოს. ისლამი ამბობს, რომ დაიღალა ილიას გამოგენილი ისტორიებით. ყველა ინტერვიუში სხვადასხვა ვერსიას ყვებიო და მართლაც, თუ დააკვირდებით, ერთგან ილია ამბობს, რომ ისლამი დაიმტვევა, მეორეთგან, რომ UFC-მ სხვა გზა აირჩია. მახაჩევი კი ჯიუტად იმეორებს, შენ თვითონ თქვი უარი და ეს შენმა მენეჯერმაც დაადასტურაო. აქ უკვე მენტალური მომენტია. ჩვენს კულტურაში კაცის სიტყვა და მოქმედება ერთი უნდა იყოს. თუ ამბობ, რომ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას ეჩხუბები, მაშინ 500 გრამი ოქროთ იქნება მეტი თუ ნაკლები, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. თუმცა მოდით მეორე მხარესაც შევხედოთ. ილია სულელი არ არის. ის ძალიან ჭკვიანი ბიზნესმენია. ის იცის თავისი ფასი. თუ მას შესთავაზეს საბაზისო ხელფასი ისლამთან ჩხუბისთვის, ეს მისთვის შეურაცხყოფელი იქნებოდა. მაგრამ რატომ არ ამბობს ამას პირდაპირ? რატომ სჭირდება ეს ძილპირული ისტორიები? აი, ეს არის ზუსტად ის 15% წყალი, რომელსაც პრომოუშენი იყენებს, რომ ინტერესი არ გაცივდეს. ეს არის ნამდვილი ტელენოველა, სადაც ყოველი სერია ახალი ინტრიგით თავდება. ვინ არის მართალი? ისლამი, რომელიც უფასო ჩხუბს გვპირდება, თუ ილია, რომელიც ვერაფერს აკონტროლებს? ამაზე შემდეგ თაროზე ვისაუბრებთ, სადაც ისლამის ხელის ტრამვის საიდუმლოს ამოხსნით. ერთი რამ კი ცხადია. ამ ჩხუბის გარშემო იმდენი ტყუილი დაგროვდა, რომ მალე სიმართლეს საერთოდ დაიკარგება. ოღონდ არა ჩემს არხზე. აქ უკვე ნამდვილი ქართული ჩახლართული ამბავი იწყება. დეინა უაითი, UFC-ს უფროსი, ინტერვიუებში სახეს იჭმუხნის და გაიძახის. არა, მახაჩევი ტრამვირებულია, აგვისტომდე ვერ იჩხუბებსო. ამ დროს კი ისლამი თითქოს ჯიბრზეო, სოციალურ ქსელში ისეთ ვიდეოებს დებს, ნებისმიერ ჯანმრთელ ადამიანს შეშურდება. კაცი 100 კილოიან ტომრებს ურტყავს, ცხენზე ჯირითობს, მთებში დარბის და იარაღიდან ისვრის. აბა დაფიქრდით, ნატკენი ხელით ვინმე ასეთ რამეს აკეთებს? რა თქმა უნდა, არა. ეს ყველაფერი გავს დიდ თამაშს, სადაც UFC ცდილობს შექმნას ნარატივი, თითქოს სპორტსმენი მზად არ არის, რათა სხვა ჩხუბები გაყიდოს. ალი აბდელაზიზმა, ისლამის მენეჯერმა, საერთოდ ცეცხლზე ნავთი დაასხა. მან თქვა, რომ ისლამი ილიასთან ჩხუბს ერთი ხელით და ერთი ფეხითაც მიიღებდა, თანაც ნებისმიერ დროს. აქ კი ჩნდება ლოგიკური კითხვა. თუ ისლამი მზად იყო, ილია კი ელოდა, მაშინ რატომ არ შედგა ეს ბრძოლა? პასუხი ისევ და ისევ იმ ოქროს შუალედშია, რომელსაც ბიზნესი ჰქვია. ილია ამბობს, რომ ჩხუბის გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე უთხრეს, ისლამი დაიმტვრაო. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ამის არ მჯერა. როგორ შეიძლება სუპერჩხუბი ასე უცებ გაიყინოს? ილია ამბობს, რომ ენერგიას არ ხარჯავს იმაზე ფიქრში, მართალია თუ არა ეს ტრავმა. მაგრამ მოდით, გულზე ხელი დავიდოთ. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს მხოლოდ თავის მართლებაა. ილიას მენეჯერი, მალქი კავა, აღიარებს, რომ სამშაბათს იყო ბოლო სერიოზული საუბარი. მათ უნდოდათ ყველაზე დიდი ფული, რაც კი ოდესმე მიუღიათ.
ილია ამბობს, რომ მას სურდა ყველაზე რთული და ყველაზე მომგებიანი ვარიანტი. და აი აქ არის ძაღლის თავი დამარხული. UFC მათ შესთავაზა თანხა, რომელიც ილიასთვის სასაცილო იყო ასეთი რისკისთვის. ჩვენთან საქართველოში იციან თქმა, ფული ჯოჯოხეთს ანათებსო, მაგრამ სპორტში ხშირად ფული პირიქით, ყველაზე დიდ იმედებს აქრობს. ილია ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს ის მსხვერპლია, რომელსაც მეტოქე შეუცვალეს. მაგრამ მახაჩევი და მისი გუნდი სულ სხვას ამბობენ. ისინი ამბობენ, რომ თოფურიამ ფასზე ვაჭრობა დაიწყო და როცა ვერ მიიღო რაც უნდოდა, უბრალოდ სხვა გზით წავიდა. წარმოიდგინეთ ილიას მდგომარეობა. ის მსოფლიო ჩემპიონია. მას აქვს თავისი აურა, თავისი დაუმარცხებელი რეკორდი. მისთვის მახაჩევთან წაგება ნიშნავს ყველაფრის დაკარგვას. ამიტომ თუ ამ რისკზე მიდის, მას უნდა რომ ეს რისკი შესაბამისად დაუფასდეს. ეს არ არის შიში, ეს არის ცივი გათვალა. თუმცა როცა მედიასთან გამოხდიარ და ამბობ, რომ მახაჩევს საკუთარ კუთხეში დაახჩხობ, მერე ფულზე ვაჭრობა ცოტა არგოს უხერხულია. UFC-მ დაინახა, რომ ილია ბევრს ითხოვდა და მაშინვე ამოქმედდა ბგენა B. ჯასტინ გეიჯი გაცილებით იაფია, ის ყოველთვის მზად არის ომისთვის და მასთან ჩხუბი ილიასთვის უფრო მომგებიანია სტრატეგიულად. მოუგებ ამერიკელს, შენი სახელი კიდევ უფრო გაიზრდება და მერე მახაჩევს უკვე სხვა პოზიციიდან დაელაგარაკები. მაგრამ სიმართლე ხომ მაინც უნდა ითქვას, რატომ გვატყუებენ ტრავმებით და ძილისპირული ისტორიებით. ნუთა გონია ვინმეს, რომ გულშემატკივარი ასეთი სულელია. ვიდეოს ბოლოს მე გეტყვით რა არის ამ ყველაფრის რეალური მიზეზი და რატომ არ უნდა ველოდოთ ამ ჩხუბის უახლოეს მომავალში. ეს არ არის მხოლოდ სპორტი, ეს არის პოკერი, სადაც ყველა ცდილობს ბლეფი გაუვიდეს. და ილია, ჩემო ძმაო, შენი ბლეფი ამჯერად მახაჩევმა გაშიფრა. მოდით ფაქტებს თვალი გაუსწოროთ. როცა დეინა ვაითი გამოდის და ამბობს, რომ ეს გადახდებს არ ეხება, უბრალოდ ტრავმაა. თან სახეზე აწერია, რომ თავადაც არ სჯერა საკუთარი სიტყვების, იქ ყველაფერი ნათელია. UFC ეს არის უზარმაზარი მანქანა, რომელსაც უნდა რომ რაც შეიძლება ნაკლებ ფასად მიიღოს ყველაზე დიდი სანახაობა. ილია თოფურიამ კი როგორც ნამდვილმა ქართველმა თავისი ფასი იცის. მას არ უნდოდა ისლამთან მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლთან გასვლა იმავე ხელფასით, რასაც ჩვეულებრივ იღებს. მან მოითხოვა ის, რასაც იმსახურებდა, სუპერბრძოლის შესაბამისი ჰონორარი. ილიას მხრიდან ეს აბსოლუტურად სწორი სტრატეგიული სვლაა. დაფიქრდით, ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბი ბევრად უფრო უსაფრთხოა და თან ფინანსურადაც უფრო აწყობდა იმ მომენტში. მოუგებ ამერიკელს, შენი რეიტინგი და აურა კიდევ უფრო გაიზრდება. შენი სახელი მთელ მსოფლიოში გაიგრიალებს და მერე, როცა ისლამთან ჩხუბის დრო დადგება, უკვე შენ იქნები პირობების მკარნახებელი. ეს არის სუფთა ბიზნესი. მაგრამ აქ ჩნდება ერთი მაგრამ. რატომ სჭირდება ამდენი ლაპარაკი იმაზე, რომ ისლამს დაუმარხავ, თუ კი ბოლო მომენტში კონტრაქტზე ხელს ფულის გამო არ აწერ? ხალხო, მახაჩევი ამბობს, რომ ის უფასოდაც ჩხუბებდა. მოდით ნუ ვიქნებით გულუბრღილოები. უფასოდ არავინ ჩხუბობს, მით უმეტეს ჩემპიონები. მაგრამ ისლამმა თავისი პოზიცია მყაფიოდ დააფიქსირა. მე მზად ვიყავი, შენ კი უარი თქვიო. და როცა ილია ამბობს, რომ ძილში გამოეპარა ეს ამბავი, ეს უკვე ცოტა სასიცილოდ ჟღერს. ჩვენ ხომ ვიცით, როგორ მუშაობს მენეჯმენტი. არაფერი ხდება მებრძოლის გარეშე. თუ ილიას მენეჯერმა უარი თქვა, ესე იგი ილიამ თქვა უარი. აი აქ მივდივართ მთავარ დასკვნამდე. ეს სუპერბრძოლა დღეს იმიტომ არ ხდება, რომ UFC-მ ვერ მოახერხა ორივე მხარისთვის მრგვალი თანხის შეთავაზება. ისინი ცდილობენ ჩვენს ყურადღების გადატანას ტრავმებით, ვიდეოებით, სადაც ისლამი ცხენზე ზის და ილიას ძილისპირულებით. სინამდვილეში კი ეს არის ჩვეულებრივი ვაჭრობა. კომპანია ცდილობს მებრძოლები დაამციროს, მებრძოლები კი თავიანთი ფასის დაცვას ცდილობენ. ილიასთვის ახლა ყველაზე კარგი იქნება თუ ცოტა ხნით შეეშვება მახაჩევის ხსენებას. რატომ? იმიტომ რომ ყოველ ჯერზე როცა ის იტყვის ისლამს მოუგებო, ხალხი შეახსენებ. აბა კონტრაქტს რატომ არ მოაწერე ხელი? მახაჩევი კი თავის მხრივ აგრძელებს ამ თამაშით სარგებლობას და ილიას იტყვს ეძახის. საბოლოო ჯამში ვინ აგებს? ჩვენ, გულშემატკივრები. ჩვენ გვაკლდება წლის საუკეთესო სანახაობა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ რამდენიმე მილიონი დაინანა. და იცით რა არის ყველაზე საინტერესო? ისლამი სპეციალურად დებს იმ ვიდეოებს, სადაც ხელით მუშაობს. ეს არის პირდაპირი დარტყმა UFC-ს ნარატივზე. ის ამბობს, აი ნახეთ, არ გადვარ, ტრავმა არ მაქვს, უბრალოდ ჩხუბს არ მაძლევენო. ამით ის კომპანიას კუთხეში აღენებს. ილია კი ამ დროს გაურკვევლობაშია. მოკლედ, ჩემი ფაქტების მეტრაყოლება აქ მთავრდება. სიმართლე ის არის, რომ ორივე მებრძოლს უნდა ეს ჩხუბი, მაგრამ ორივეს უნდა თავისი პირობებით.
სანამ UFC ჯიბეზე ხელს არ გაიკრავს, ჩვენ მოგვიწევს ამ საპნის ოპერის ყურება. ილია, ძმურად შემდეგში როცა დაიძინებ, ტელეფონი პალიშის ქვეშ დაიდე, რომ ისლამთან ჩხუბი არ გამოგეპაროს. სულ ეს იყო მეგობრებო. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, იმიტომ რომ ასეთ გარჩევებს სხვაგან ვერ ნახავთ. ჩვენ ერთმანეთს სარკეში შევხვდებით. აბა, მაგრად.